მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა ჩემს ბოლო ვიდეოს TikTok-ზე, მაგრამ თუ შეიძლება, ჩემი თხოვნა იქნება ესეთი, TikTok-ზე ვინც ხართ მეგობრები, მთავარში არის მითითებული ლინკი YouTube-ის. და თუ არ შეწუხდებით, გადაბრძანდით YouTube-ზე და იქაც გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ამითი ძალიან გვერდში დამიდგებით და ძალიან გამახარებთ. პრინციპში სრული ვიდეოები ჩემი პოდკასტის იდება YouTube-ზე, შემდეგ უკვე დაჭრილი ვერსიებია TikTok-ში და თუ გსურთ რომ მთლიანი ვიდეო ნახოთ, გადაბრძანდით YouTube-ზე და იქ ნახეთ ჩემი თხოვნა იქნება ესეთი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ TikTok-ზე, უკვე 900 გამომწერს გადავწდით და დიდი მადლობა ამისთვის ყველას. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და ძალიან მახარებს ის, რომ ასე გვერდში დამიდექით და ესე მოგეწონათ ჩემი ვიდეოები. ხო, რაც შეეხება ბოლო ვიდეოებს, ძალიან ცოტა ნეგატიური კომენტარი ჰქონდა ვიდეოებს, თითქმის 99% იყო სულ დადებითი რეაქციები და კომენტარები და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, კიდევ ვართ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც რაღაცეები გვაწუხებს მორალური და არა მხოლოდ ეს რაღაცა ზედაპირული რაღაცეები, რაც მე ვთვლი, რომ არის აბსოლუტურად არაფრის მომცემი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ზოგადად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, რომ ესე თბილად, ესე კარგად გამოეხმაურეთ ჩემს ვიდეოებს. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა და მადლობა ყველას თითოეულ თქვენთაგანს, მათ შორის ვინც ნეგატიური კომენტარი დაწერა, მათაც, იმიტომ რომ ეს მათი აზრი არის და აბსოლუტურად მათი უფლებაა ჰქონდეთ რაღაცაზე თავიანთი აზრი და გამოხატონ ეს, გინდა ჩემ პოდკასტში, ჩემ კომენტარებში და გინდა საერთოდ ზოგადადაც. უბრალოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ყოველთვის ყველამ, მეც მათ შორის და არა მარტო მე, საერთოდ მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ყველამ, რომ შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს რა, გინება, უწმაწური სიტყვები, ესეთი რაღაცეები არ არის კარგი, არ არის. ეს ამითი თქვენ საზოგადო სივრცეში როცა ილანძღებით და რაღაც ეგეთებს შვებით, ხო? ამითი იმ ადამიანებს კი არ აყენებთ შეურაცხყოფას, ვისაც ლანძღავთ. თქვენს თავს აყენებთ ზოგადად შეურაცხყოფას, რომ აი ესეთ დაბალ საფეხურზე ჩერდებით ხოლმე რა და არ გინდათ რომ სხვისი რაღაცა აზრები მოისმინოთ და გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ და უბრალოდ თქვენი შეხედულება დააფიქსიროთ რა ამა თუ იმ მოვლენაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მაგრამ ჯერ ეს აქტიურობა მაინც უფრო TikTok-ზეა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ აი იქ მითითებულ ლინკზე გადაბრძანდეთ YouTube-ში და იქაც გამოიწეროთ ჩემი არხი, სრულ ვიდეოებს თქვენ იხილავთ YouTube არხზე და უფრო კარგად მიხვდებით ზოგადად TikTok-ზე როცა პოდკასტი იჭრება და ამოჭრილი ვიდეოები იდება, მთლიან არსს მაინც ვერ ხვდებით რა თემაზე იყო მთლიანობაში საუბარი და კონკრეტულად რაღაცა ისეთი ვიდეოები იდება, რომელიც წესით თუ დაგაინტერესებთ, მე უნდა გადაბრძანდეთ და უყუროთ უკვე მთლიან გადაცემას და თუ დაგაინტერესებთ, გადაბრძანდით ჩემს YouTube არხზე და დამიდექით გვერდში ამით. მადლობა ახლა ამისთვის წინასწარ. ხო, და დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. დღეს მე მინდა რომ ვისაუბრო ქართველების ძალიან
კარგ დადებით რაღაცეებზე და ტრადიციებზე მათ შორის და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ქვეყანა დედამიწაზე ზოგადად სულ რამოდენიმე ქვეყანა თუ შეიძლება მოიძებნოს ისეთი თავისი დამოკიდებულებებით ხალხის მიმართ და ასე შემდეგ, როგორც არის საქართველო. შეიძლება რამდენიმეც არა. და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს რელიგიას და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სულ თავისი არსებობის მანძილზე სულ თავდაცვით მდგომარეობაში ვართ და არასდროს არ ყოფილა რამოდენიმეჯერ ის დავითის დროს, თამარის დროს რაღაცა ესე იმპერიად რო ვითვლებოდით, იმიტომ რომ რამდენიმე ქვეყანას მოვიცავდით რა და ეგ იყო და ეგ. დანარჩენი ხო სულ ვიყავით თავდაცვით მდგომარეობაში, რომ აი ის არ დაგვესხას ახლა, ეს არ დაგვესხას და ამანაც გარკვეულად იმოქმედა ჩვენი კულტურის ჩამოყალიბებაზე და ჩვენი აი ამ ადათის და წესის ჩამოყალიბებაზე რა. მაგრამ ძირითადად მაინც რელიგია. ჩვენი შინაგანი კულტურა, ჩვენი ტრადიცია მაინც გამოდიოდა ყოველთვის რელიგიიდან რა. უკვე როცა მივიღეთ ჩვენ ქრისტიანობა და უკვე გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა, იქიდან მოყოლებული, აი სულ ვიყავით აი ამ სახარებისეულ სტუმართ მოყვარეობაზე, სახარებისეულ კაცთ მოყვარეობაზე. მე ახლა ისტორიის მანძილზე იმდენი მოღალატე ყოლია ჩვენ ქვეყანას, რომ რამდენიც გაგეხარდებათ, მაგრამ მე ახლა ვსაუბრობ იმაზე, რა ადაწესებით ჩვენ გვქონდა და რამ იქონია ამაზე ძირითადად ძალიან მნიშვნელოვანი როლი. და ეს იყო რელიგია. იმიტომ რომ აი გინდა სტუმართ მოყვარეობა, ხო? პატივიეცი მოყვასა შეესა და გინდა გიყვარდეს მტერი შენი ვითარცა თავი. აი რაღაც აი სულ სახარება, სულ ქრისტეს სიტყვები და მაქედან გამომდინარეობდა ჩვენი სტუმართ მასპინძლობაც და ყველაფერი დანარჩენი. მათ შორის გვინოც, მათ შორის სუფრის წესი, მათ შორის ყველაფერი აქედან გამოდიოდა რა. სხვათა შორის აი მსხვერპლშეწირვები რო იციან ხოლმე ტაძრებში და აი ყაენ ცხრის სასაკლაოს მოაწყობენ ხოლმე, არის რამოდენიმე სალოცავი ახლა არ დავასახელებ კონკრეტულად და აი მდინარე მოდის ხოლმე იმისი რა ქვია ცხრის მოკლედ არ მინდა რომ ბევრი ვისაუბრო ამაზე. ხო, აი ესეც რაღაცა ხალხმა დავამახინჯეთ რაღაცა დღესასწაულები და აი ესე სასაკლაოდ ვაქციეთ რაღაცეები და ასე შემდეგ რა და არა და აი ჩემს სოფელში მაგალითად 2 აგვისტოს აღინიშნება ესეთი დღესასწაულია ელიაობაა ზოგადად და 1 აგვისტოს მიდიან ზემოთ მაღლა მთაში ჩვენი სოფლიდან არის დაახლოებით 12-დან 15 კილომეტრამდე ალბათ მიდიხარ სულ ესე მთაში მიდიხარ და ზემოთ არის უზარმაზარი ნაძვის ხეები და შუაში არის ჩადგმული უძველესი პატარა სამლოცველო ტაძარი. და მე როგორც გადმოცემით ვიცი, ხო, აქ აღნიშნავდნენ მოკლედ, დღემდე აღნიშნავთ რა, მიდიანი ხალხი მოილოცავენ. პირველში მიდიან, ღამეს ათევენ იქ, იმიტომ რომ ხალისობენ თან, მღერიან, ლექსები, რავი, ბევრი რაღაცები ხდება იქ ადგილზე. მეორე დღეს არის უკვე ელიაობა, მეორე დღეს მოილოცავენ ტაძარს და მერე უკვე
რამოდენიმე სოფელი ერთად გაშლიდა სუფრას და ამ სუფრაზე მიდის უკვე ნადიმი, ტრაპეზი. ხო და მე რო პირველად მოხვდი სალოცავზე, ამ სალოცავზე, წმინდა გიორგის სალოცავზე, ვიყავი პატარა, ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 10-12 წლის. იმიტომ რომ მაშინ ახლა ტრანსპორტი ცხენი იყო, მაგრამ ცხენიც ჩვენ სოფელში ერთ-ორ კაცს ყავდა და იმასაც ინდენბარგს კიდებდა ხალხი, რომ ვის შექსვავდა ეხა ცხენზე, რომ იმ სიშორზე, ახლა მოკლედ, ბარგს კიდებდნენ ცხენზე და ჩვენ მიდიოდით ფეხით. და აი მთელი ღამე, ნუ სხვადასხვა უბანი ცალ-ცალკე იჯდა ხოლმე, ხო? ნუ აი თქვათ ვიღაცები ერთად ისხდნენ, თქვათ სხვა სოფელი, აქეთ იჯდა სხვა სოფელი, იქით სხვა სოფელი და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სიმღერა, ვინ უფრო კარგ სიმღერას იტყოდა რა. იქიდან რომ რაღაცა სიმღერას იტყოდნენ, აქედან ესენი იტყოდნენ მე რაღაც სიმღერას, იქიდან ისინი იტყოდნენ რაღაც სიმღერას და აი ეს სიმღერაში მიდიოდა შეჯიბრი ღამის თევის დროს. მერე მეორე დღეს უკვე მოილოცავდნენ ტაძარს და გაიშლებოდა სუფრა, იმიტომ რომ ყველას რაღაცა ქონა წამოღებული თავისთავად და გაიშლებოდა დიდი სუფრა, მიუსხდებოდნენ ამ სუფრას ყველა ერთად უკვე ცალ-ცალკე აღარ ისხდნენ ხოლმე. ყველა ერთად დიდ სუფრასთან დასხდებოდნენ და იქაც ესე უკვე საერთო ქეიფი მიდიოდა იქ და საერთო ხენა მიდიოდა იქ. მე უკვე წამოვიდოდით საღამოსკენ, ჩამოვიდოდით სახლებში. და ძალიან კარგად მახსენდება ეს და რო ვკითხე ბებიაჩემი მაშინ ცხონებული ცოცხალი იყო და ვკითხე ბებიაჩემს რომ აი მეთი აი ეს ტრადიციაა როგორ იყო რანაირად იყო თქვენ დროს ეხა ჩვენ დროს ესე ხდება და თქვენ დროს როგორ ხდებოდა და ბებიაჩემმა მითხრა ერთი ძალიან საინტერესო რაღაც და მინდა რომ გაგიზიაროთ ყველა თქვენთანაც და აი როგორ მიდიოდა ნელ-ნელა ძველებიდან მოყოლებული, როგორ მიდიოდა ნელ-ნელა რაღაცების დამახინჯება და რაღაც ტრადიციების გაუფასურება რა. და უბრალოდ მინდა რომ თქვენ აი ჩართოთ თქვენი წარმოსახვა და წარმოიდგინოთ რამდენად მაგარი რაღაცა მითხრა ბებიაჩემმა და რამდენად იყო უკვე სახეშეცვლილი ეს ყველაფერი და რამდენად ცუდისკენ. ბებიაჩემმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ წიფეთ ელიაობაა მართალია, მაგრამ იქ ეძახიან წიფეთ ელიობას. და წიფეთ ელიობას მაშინ რატო ეძახიან, მეთქი ვიკითხე ესე და რატომ ეძახიანო და ეს არის 2 აგვისტოს, ხო? ანუ ხალხი ვინც იქ მიდიოდაო მოსალოცავად, სხვათა შორის ის არის, რა ქვია, სასწაულმოქმედი ტაძარია და მოყვები მაგასაც ვინც იქ მიდისო, ვინც იქ მიდიოდითო ადრეო. ესე მომიყვა. იქო საკლავი არ იკლებოდაო. საკლავს იქ არავინ არ კლავდაო. მიგქონდა ყველასო, რაც კი მწიფე ხილი იყო. აი შემოსული რაც იყო რა, აი ვაშლი იყო, თქვაც მსხალი იყო, საადრეო ყურძენი იყო. უკაცრავად რაღაცეები იყო, ხილი, სიმინდი შემოსული იყო, თქვათ, რაღაცეები და აი ესეთი რაღაცეები მიგქონდაო. და ეკლესიის ირგვლივო მოვთავდითო ესეო. ამ ეკლესიასო მოვთავდითო. და იყო ულამაზესიო, ყვავილები მიგქონდაო, ყვავილებით მოვთავდითო ეკლესიასო, დავარტყავდითო სამჯერო წრესო. მერე შიგნით შევიდოდით სანთელს დავანთებდითო, გამოვიდოდითო და აქეთ მერე უკვე გაიშლებოდა სუფრა და მორთულ ტაძარსო ესე დავტოვებდითო თავის ხილიან, ყვავილებიან ყველაფრიან და მოდიოდით მერე უკანო უკვე როცა დაამთავრებდნენ ხენას. მერე ვიღაცამო ერთხელო ამოიყვანო ცხვარი დაკლავ, იქ ადგილზე არავინ არ დაგაკვლევინებს. ცხვარს ეგ არ შეიძლება, ისედაც ქვემოთ ღელე ჩამოდის. ძალიან სუფთა წმინდა წყლის ღელეა და იქ იკლებოდა საკლავი, იქვე დანაწევრდებოდა რაღაცა, იქვე ჩაადგავდნენ ქვაბებში და ამოჰქონდათ მერე ქვაბებით და აქ ხარშავდნენ ტერიტორიაზე, მაგრამ დაკლით იქ მაინც არ იკლებოდა.
მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი რო წარმოიდგინოთ, აი რამდენად ლამაზი იქნებოდა აი ესე ყვავილებით და ხილით გაფორმებული და მორთული ტაძარი და რო წარმოიდგინოთ მე რომ აი ვიღაცა სხვა არის დაკლა და რაღაცა ხორცი გაძიძგნა იქ რა ქვია მის ტერიტორიაზე, ეკლესიის ტერიტორიაზე, ხო? აი შედარება რო გააკეთო, ხო უკვე არ ვარგა. განა იმიტომ რომ ხორცის წინააღმდეგ ვარ, მე ძალიან მეხორცული ადამიანი ვარ, არ შემიძლია ხორცის გარეშე რო არ ვჭამო, მაგრამ ხო ლამაზია. აი ხო წარმოიდგინეთ უკვე რომ რამდენად ლამაზი იქნებოდა ესე თან ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა რა, ორი სოფელი უთუოდ მიდიოდა და ნუ რამოდენიმე კიდე ემატებოდა რა, იქ მიყოლება სოფლები რაც იყო, ის 3-4 სოფელი ადიოდა იქ სალოცავად. და 4 სოფლის ხალხი წარმოიდგინე ხილი და ახლა ტონას ხო არ წაიღებდნენ რა, ცოტა ყველაფერი ოჯახიდან, აი ესე სწირავდნენ ხილს. ტაძარს. ხო? და ყვავილებს რთავდნენ და მოილოცავდნენ და მოდიოდნენ. აი ხო ძალიან მაგარი ტრადიციაა. ხო? აი იმდენად ლამაზიც კი, აი რომ წარმოვიდგენ ძალიან ლამაზი სანახაობა მიდგება თვალწინ. აი ძალიან ლამაზი სანახაობა. მე მართალია რამდენჯერაც ვიყავი მე უკვე. ესეთი რამე არ მომხდარა. ვიღაცას კი მიქონდა ყვავილები და დებდა ახლა, მაგრამ ერთი კაცი და ორი რო დადებს ყვავილს ეს სხვა არის, მაგრამ აი ეს ხო რა ლამაზი ტრადიციაა, ხო? და ეს დაიკარგა. მერე ვიღაცამ ხვარი დაკლა იქ, ვიღაცამ კათამიც დაკლა, ვიღაცამ ისქნა, ვიღაცამ ესქნა და აი ნელ-ნელა ეს ყველაფერი უკვე გადაინაცვლა სხვანაირ დღეობაში. რაც ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ სილამაზე მარტო იმაში არ არის, რომ აი ზოგს რო კითხო ეხა ნანუკა ჟორჟოლიანებს და ვიღაცებს ჩვენი მღვდლები ძალიან შავები არიან. რა ვიცი, ჯერ ტაძარში უნდა იარო რომ ნახო მღვდლები მარტო შავებით რო არ არიან და ყველა დღესასწაულს რო თავისი ჩასაცმელი გააჩნია და თავისი წესი გააჩნია და ჯერ უნდა ერკვეოდე საკუთარში რომ სხვისი აიღო და ის გაარჩიო მერე ვარგა თუ არა და ასე შემდეგ რა. ეს ზედაპირულად რაღაცეების ლაპარაკი ხო? ის კარგი მღვდელია, ის ცუდი მღვდელია, ის კარგი მეუფეა, ის ცუდია, ის კაკების აგენტია, ის იმისი აგენტია. ჯუკეთილებ ან აიღე და დაამტკიცე მაშინ და დადესაბუთი, ან არა და ჰაერზე რო ლაპარაკობ, მაგას ცილის წამება ქვია. შემოკარგებო და ცილის წამება ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა ამავდროულად რა. ესე არ შეიძლება. რაღაცა მე ვიღაცა კონკრეტული ჩემ აზრზე არ იყოს, ან მე არ მეთანხმებოდეს და ის ჩემთვის მტერი იყოს და ასე არ ხდება. არც შეიძლება. და მით უმეტეს გააჩნია ამას ვინ იტყვის კიდე და ვინ იძახის, ხო? მე არ ვთვლი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არის ის ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ სარწმუნოებაზე, რელიგიაზე და ზოგადად მორალზე უნდა გველაპარაკებოდეს ადამიანებს. მაგრამ ნუ ახლა ვიღაცისთვის ნანუკა ჟორჟოლიანიც რაღაცა საზომი ერთეულია, ჯერ იმ ადამიანს რა უთხარი, რომ ის საზომი ერთეულია ვინმესთვის, მაგრამ ნუ დავანებოთ მაგას თავი. მაგრამ აი ტრადიციები, ხო? აი ესეთი ლამაზი ტრადიციები გაგვაჩნდა ადამიანებს. იქ სვანებს აქვთ ძალიან კარგი ტრადიციები, აი რაღაცა საოცარი, ულამაზესი სანახაობა. ხო, აი ესენი ხო გქონდა. ახლა ჩემი რაც მოვყევი, ახლა ეს ერთ-ერთი იმათგანი არის. მაგრამ რამდენად ლამაზი სანახაობა იქნებოდა და რამდენად კარგი და რამდენად თბილი
ვიდრე ის რომ იქ აიყვანო საკლავი დაკლა და რა ქვია აუ შენ გაინაცვალე ადამიანებმა ზოგმა ისიც არ იცოდა რომ 2 აგვისტოს წმინდა გიორგზე რო ავდიოდით იქ გიორგობა კი არ იყო ელიაობა იყო და ავდიოდით უბრალოდ წმინდა გიორგის სალოცავი იყო და იმიტომ იქ თორე იმიტომ კი არა რომ წმინდა გიორგობას აღნიშნავდით ზოგმა ეგეც არ იცოდა მაგრამ ნუ აი ესეა რა მე ნუ გავათვიცნობიერეთ რაღაცეები გავერკვიეთ რაღაცეებში ნელ-ნელა ისა და მივხვდით რომ თურმე კაცო წმინდა გიორგობა კი არ არის ელიაობაა და მოდი მე რა რო იქ ავდივართ ნუ ელიაობას აღნიშნავთ იქ ხო და აი ესეთი ლამაზი ტრადიციები იქ რაღაცა რაჭაში იყო ესეთი ტრადიცია რომ ახლით ახალ წელს მე ბევრჯერ შეხვედრილ ვარ რაჭაში ახალ წლებს ძველით ახალ წელსაც და ახლით ახალ წელსაც და ახლით ახალ წელს კი აი ესე მივიდოდნენ მოვიდოდნენ ნუ ახლა საკეიფო მიზეზი ყოფილიყო და რატო არა ხო ისედაც სამთრის პერიოდში ხა როცა იქ არაფერი ისეთი საკეთებელი არ არის არც ვენახში და არც გარეთაც ხო თოვლიაც ივა რაღაცა ხო ვინც სახელმწიფო სამსახურში ან ბიზნესს რაღაცა არა აქვს და არ მუშაობს ხო ისე არაფერი საქმე ისეთი არ არის ნუ ოჯახის ძირითადად თივა დაუყარე საქონელს ხორები გამოყვებე ქათმები გამოყვებე და ეგ არის всё მეტი უკვე ძირითადად მე მიდის რომ აი გაძრომა გამოძრომის ამბებია ხოლმე რა მაგრამ აი ახლით ახალ წელს იქ ნაკლებად ნუ აი ესე კი გადავიდოდნენ გადმოვიდოდნენ მიულოცავდნენ მე ბიჟაზე ერთად სანახშოზე ბოდიში შეიკრიბებოდნენ და დალებდნენ და რაღაცა მაგრამ ახლით ახალ წელს ისა ძველით ახალ წელს ეგ უკვე იყო როგორ იცი ძველით ახალ წელს უკვე დიდი ამბავი იყო ხოლმე ძალიან ნუ იქ უკვე თოფის როლაც რო აუ რაღაცა მოვიდა ახალი წელი და რაღაცა და მე სიმართლე გითხრათ ორი რაღაცეები არ მიყვარს ეხლა ნუ თუ ახალი წელია ვიცი მე პირველში როცა დგება ახალი წელი მაგრამ თუ ჩვენ ტრადიციის ამბავში მივყვებით და თუ ჩვენ იმას მივყვებით რომ ჩვენი ქრისტიანობა და რელიგია და ჩვენი მართლმადიდებლობა რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი ავტოკეფალია და ყველაფერი ერთად რაც ჩვენ გაგვაჩნია ხო ეს თუ გვინდა ჩვენ რაღაცა მაშინ უნდა შევეცადოთ რომ ის ძველი ტრადიცია რაღაცნაირად შევინარჩუნოთ იმიტომ რომ ის ძველი ტრადიცია იყო ძალიან ლამაზი მე მოვყევი ახლა მაგალითი და მე არ ამგონია რომ დღეს რაღაცა იყოს ისეთი აი განსაკუთრებით სალოცავზე როცა მიდის ხალხი მოსალოცად და იქ რაღაცა არ მიაკლას უცებ რომელიღაცა ცხოველი ან ფრინველი იმიტომ კი არ მიდის რომ იქ რაღაცა მადლი მიიღოს და ღმერთს ესაუბროს და რაღაცნაირად დამუხტული და დადებითი ენერგიით აივსოს და მადლით აივსოს და ესე ჩამოვიდა. საკეიფოთ რა, ნუ ახლა წავედი ვიქეიფე ჩამოვედით. ამიგე თან კაი ბუნებაც ვნახეთ. ნუ ახლა ამისთვის ვინც დადის სალოცავზე, ახლა იმისთვის სულ ერთია იქ ყვავილებით მოვთავ, მას რა ქვია, ტაძარს თუ ცხვრების თავის ქალებით. არა მნიშვნელობა არ აქვს ეს მისთვის მთავარია ცხელი ორთქლი რუაზდის ეგეთი ხორცი ედოს წინ და კარგი ღვინო ქონდეს დასალევად. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მიდიან სანთელს ანთებენ, მეც ესაუბრებიან თავის გულში რაღაცებს სთხოვენ, ხო, უფალს. აი ისეთი ადამიანებისთვის აქვს ყველაფერს მნიშვნელობა, სილამაზეს აქვს მნიშვნელობა, ტრადიციას აქვს მნიშვნელობა და რა კარგი ტრადიცია იყო. მწიფე ხილი და ყვავილები მხოლოდ. და ასე მორთული ტაძარი. ნუ აი ხო საოცარი სანახაობა იქნება, თავის სანთლებით და ყველაფრით ირგვლივ. აბა დაფიქრდით და წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ლამაზია, ვიდრე ის, რომ რა ქვია,
ჩააკალი იქ რაღაცა ცხოველი ან ფრინველი და იმის ხორცი გაძიძგნე მერე სალოცავის ტერიტორიაზე. აი ამაზე არის საუბარი და ეს იყო ჩვენი ტრადიციები. სხვა შორის მინდა რომ გთხოვოთ, რომ აი თქვენ სოფელში თქვენ საიდანაც ხართ ხო, საიდანაც ბრძანდებით გინდა, თბილისიდან არ აქვს პრობლემა, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. აი რამე ისეთი კარგი, ლამაზი ტრადიცია რაც კი არსებობდა წინათ და იცით, რომ ესეთი არსებობდა, დაწერეთ უბრალოდ, რომ აი ესეთი ტრადიცია იყო და ესეთი ლამაზი სანახაობა იყო და ეს კარგი ტრადიციები კიდევ ვიძახით, თორე ცუდის მეტი რა არის, გაადიახლა ნახევარზე მეტი ცუდი ხდება. ულამაზო, უგემონო რაღაცეები, ხო? მაგაზე არ ვამბობ. აი ძველი, მართლა ძველი და აი ლამაზი თავისი არსით, თავისი ყველაფრით გინდა რელიგიასთან კავშირში, გინდა არანაირად კავშირში რელიგიასთან. უბრალოდ რაღაცა ტრადიცია ხო არსებობდა, თქვათ რაღაცა და აი ლამაზ ტრადიციებზე დამიწერეთ კომენტარებში და ვისაუბროთ რა განვიხილოთ როგორი იყო, რანაირი იყო, ვარგოდა თუ არ ვარგოდა და ასე შემდეგ რა. მათ შორის ჩემთანაც ახლა მე რომ რაღაცებს ვამბობ, მე ყოველთვის ვამბობ ჩემიდან გამომდინარე. აი წინა გადაცემის კომენტარებში ეწერა ხოლმე რომ მე რომ დავიწყე იქ საუბარი რომ ახალგაზრდა რომ გარდაიცვლებოდა ჩვენთან მეთქი რაჭაში მეთქი ესე ყველა გლოვობდა მეთქი და იქ ხალხი იმერეთიდან ვარ ჩვენთანაც იგივე ხდებაო კახეთიდან მე ვიცი ჩემო კარგებო ყველას გენაცვალეთ ყველას თითოეულ საქართველოს დაწყებული კახეთიდან თიანეთი ხევსურეთი თუშეთი აქეთ ყაზბეგი და მოხევეები და გურია და სამეგრელო და რაჭალეჩხუმი და სვანეთი და ყველას აჭარა და ყველას გენაცვალეთ მე ვიცი რომ ყველგან ეგრე ხდებოდა მართლა ვიცი იმიტომ რომ ბევრგანა ვარ ნამყოფი სამწუხაროდ გასვენებებში და პანაშვიდებზეც და მინახავს ეს ჩემი თვალით მე იმას კი არ ვამბობ რომ მარტო ჩვენთან ხდებოდა მეთქი ესე მე უბრალოდ რახან რაჭველი ვარ მე დავიწყე რომ აი ჩვენთან ესე იყო მეთქი რა თორე ეჭვი არ მეპარება რომ იმერეთიც იგივე იყო და ყველა დანარჩენ საქართველოში და ესე გულისხმობ მე ყველა ჩემ ნათქვამს უბრალოდ მე ვიწყებ ხოლმე ჩემიდან გამომდინარე რადგან მე რაჭველი ვარ და ჩვენთან ასე ხდებოდა ვთქვათ და აქედან გამომდინარე ვიწყებ საუბარს თორე იმას არ გულისხმობ მე რომ შენთან სხვანაირად ხდებოდა და იმასთან და პეტრესთან სხვანაირად პავლესთან სხვანაირად თუმცა ყველას თავისი დამახასიათებელი თავისი კონკრეტული რაღაცა გაგვაჩნია ყველა კუთხის წარმომადგენელს საქართველოში მაგრამ რა არის რაღაცეები ძირითადი რომელიც ყველას ერთნაირად გაგვაჩნია რა ჭირის ამბავი ხინის ამბავი რაღაცეები აი ემთხვევა რა შეიძლება სუფრა სამეგრელოში სხვა პურმარილია და სუფრა კახეთში სხვანაირი პურმარილი და სუფრაა ხო ეხლა ბუნებრივია რაჭაში სხვანაირია ლეჩხუმში სხვანაირია სვანეთში სხვანაირია და ასე შემდეგ რა ქართლში და ნუ ყველგან რა ყველას თავის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს და შესაბამისად რაღაცა სუბკულტურასავით რაღაცა თავისი დამახასიათებელი რაღაცები გვაქვს მაგრამ საერთოდ რაღაცებიც გვაქვს რომელიც რაჭაშიც იგივენაირად არის იმერეთშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც და აფხაზეთშიც და სამაჩაბლოში და ყველგან. ხო და აი ესეთი კარგი რაღაც აი ალილო არაჩვეულებრივი ტრადიცია გვაქვს ხო ქართველებს რომ ჩამოივლიდნენ სოფელში და ააგროვებდნენ რაღაცა კანფეტებს ან რაღაცა ხილს და იმას და მე ამას დაარიგებდნენ გაჭირვებულებს დაურიგებდნენ ისა ესა მე ერთად დასხდებოდნენ იქეიფებდნენ გაუზიარებდნენ ერთმანეთს ამ ბედნიერებას რომ ქრისტე იშვა და ასე შემდეგ ხო ნუ რამდენი ლამაზი რაღაცა გაგვაჩნია ქართველებს რომელიც შეიძლება ვერსად ვერ იპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გქონდა ასეთი მილიონი რაღაც და აი ნელა გადავედი ეს რასაჭიროა ის რასაჭიროა ახლა ის რასაჭიროა და მოიცა რა აი რატო მოიცა
როცა შენ ესეთი კარგი რაღაცა მისი არ იყოს, ხო, რომ არა სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა კი. ხო, აი, სხვა როცა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას, აი ეს არის რა, ხალხს შურთ რაღაცეები ქართველების შურთ რაღაცეები რომ როგორ შეინახეთ და ვაიმე თქვენ რა მაგრები ხართ და როგორი სტუმარმასპინძლობა გაქვთ და ვაიმე როგორი ისა გაქვთ და როგორი ესა გაქვთ და რა სამზარეულო გაქვთ და აქტოვანებიან გაგიჟდებიან ჩვენ აიცა რა კაცო აუ წამორა მექსიკური ჭამოთ ხო ვაუ ხა მექსიკური წინააღმდეგ პირობითად მოვიტანე ხა მექსიკური რა მნიშვნელობა სუში და ტაილანდის სამზარეულოზე გიჟდები ვაბოდებ თუ რაღაც ნუ აი ხო კაი ხო გავიგეთ რომ ბაკაკი გირჩევნია ქათამს მაგრამ მე არ მიჩევნია და ჩემისთანა ბარეორი კიდე არის კაცო აქ მარტო ტაილანდზე არ არის აქ საუბარი და აზიურ სამზარეულოზე მით უმეტეს რომ ძალიან მეც მიყვარს ძალიან მაგრამ ჩვენ ჩვენი ტკიოდეს კაცო და ჩვენი გვადარდებდეს და ტაილანდელი იფიქრებს ტაილანდურზე თვითონ და ჩინელი ჩინეთზე და რა ქვია ბერძენი საბერძნეთზე და იტალიელი იტალიაზე და ფრანგი საფრანგეთზე კიდე ჩვენ გვაღელვებდეს ჩვენი და გვაინტერესებდეს აი რაღაცა ტრადიცია იყო რატო იყო ის ესე აი რატო ხო შეგვიძლია რომ გამოვარკვიოთ რატო ხდებოდა ეს ესე რატო სხვანაირად არ ხდებოდა რა მიქონია ამაზე გავლენა რატო იყო ამაში მეტი კაცები მონაწილეობდნენ და არა ქალები და ასე შემდეგ რა მილიონი რაღაცა არსებობს ეგეთი რომელიც არ ვიცით და არც ინტერესი გვაქვს რომ გავერკვეთ რა ესე უბრალოდ ფემინისტებს არ მოწონთ რომ იქ ქალები არ იღებდნენ მონაწილეობას ასე იგი ცუდია იყო რაღაც ტრადიციები სადაც მარტო ქალები იღებდნენ მონაწილეობას შემოკარგებო ესეც ხო იყო საქართველოში ბოლო მეფე ყავდა ქალი კაცო ყველაფერს თავი დავანებოთ მაგრამ აი რაღაცეები ხო გქონდა რომელიც ალამაზებდა ჩვენს წარსულს და მე დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად გაალამაზებს დღევანდელ თანამედროვეობასაც და რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს ყველა საუკუნეში ულამაზესი იქნება მაგრამ ეს უნდა იყოს გახსენება ეს იმას კი ანიშნავს რომ ახალი არაფერი არ მივიღოთ ზოგმა იმა რო იცის კონსერვატორი რომ დაირქვეს ვითომ და აი რაღაცა სასწაულებს იძახიან ბოდვებში არიან მაქსიმალურად გადაჭრილების შორს მე ამას არ გულისხმობ რომ ახალი არაფერი არ მიიღო და სულ იქ იყავი ჩარჩენილი არა კაცო პირიქით რამდენი ტრადიცია არსებობს ახლა განვითარებული ისეთ ჩვენ რო გვეძახით განვითარებულ ქვეყნებს რომ ისეთ ტრადიცია რომ აი ეს მაგალითად მოდის მე-14 საუკუნედან და იმას დღესაც აკეთებენ დემონსტრაციულად თან რომ აი ყველამ დაინახოს რომ აი ეს ტრადიცია ჩვენთან იმ დროს იყო და ეხლაც არისო ჩვენთან ეს ტრადიცია ვიძახიან გამოაქვს სააშკარაოზე ყველაფერი რაც კი ძველი ქონდათ და პატივს ცემენ ვიღაცა იმიტომ ცემს პატივს რომ ეს იყო იმ ძველებური და ძველი და არ უნდა რომ ის დაიკარგოს ვიღაცა რწმენით ვიღაცა პატივისცემით უბრალოდ რომ ახე რა კაი სანახაობა იყო მე ღმერთის ზოგი მე ღმერთის არ ამწავს მაგრამ ეს რა ლამაზი სანახაობაა ხო ფიქრობდნენ ესე და ეხლაც არის ბევრი აი მე სულ ვიძახე ამერიკაში ცხოვრობდი 4 წელი ხო იქ იყო რაღაც დღე აი მაგალითად პუერტო-რიკოს დღეები გამოაცხადებდნენ ესე და გადაკეტავდნენ ამ იმას რა ქვია ტაიმს სკვერი რომელი მე-7 ავენიუა მე მგონი გადაკეტავდნენ ამიროს და მიდიოდა გამოდიოდნენ პუერტო-რიკოელები გადაცმულები და რაღაც კარნავალს ჩაატარებდნენ მთელი 3 დღე გულაობა მიდიოდა თუ სადმე რომელიმე უბანში პუერტო-რიკოელები ცხოვრობდნენ სულ ყველა გარეთ იყო გამოსული ბარბეკიუებს წვავდნენ გადაკეტილი ქუჩები და მიდიოდა გუგუნი ჩვენს რაღაცა სადეს მე რო ეხა როგორ არის არ ვიცი რაღაცა სადეს იქ თბილისობავითომ გააკეთეს რაღაცა სტეიტენ აილენდზე და ისეთი ფასი დაადეს საჭმელებს
რომ გამოვიდნენ რესტორნები და ისინი თავიანთი იმითი რომ ისეთი ფასი ედოთ საჭმელებზე რომ ახლა არ მინდა რა მაგ ხელა ფულის გადახდა თბილისში ჯერ ერთი ნიუ-იორკში ვარ თბილისობას აღნიშნა ეგ უკვე რა სხვა რაღაცა არის მაგრამ კაი აღნიშნოთ კაი ქართველები კიდევ მერე იჩუბეს იქ ნუ კაი როგორც ხდება ხოლმე რა ძირითად შემთხვევებში ყველა შემთხვევაში არა მაგრამ ძირითადში ხო და აი ესეთი ძალიან კარგი ტრადიციები გქონდა ქართველებს და გვაქვს კიდე ზოგი ახლა ძირითადად მაინც რეგიონებში არის შემორჩენილი ეგეთი რაღაცეები და რაიონებში და სოფლებში მაგრამ აი ქალაქშიც რო იყოს რა მოხდება აი შობას ხო ჩამოივლიან ხოლმე საპატრიარქოს იმითი და ალილო ეწყობა და მოდის და გალობენ და ხატებით და იმითი ეს ლამაზი ფორმა აქვს მე ამას წაიღებენ მე ამას დაარიგებენ ამ პროდუქტებს რასაც ააგროვებენ ხო ლამაზია აი ესეთი ბევრი რაღაცა ისეთი არსებობდა რომელიც ეხლა დაიკარგა ქალაქებში აღარ ხდება მაინდამაინც გადადექი ზახელი უნდა ჩამოვიარო და ფეერვერკი ვისროლო რომ ლამაზი კადრი და გადაიღოს ვიღაცამ კაცო რაღაცა არ შეიძლება ისეთი ტრადიციული რაღაცა ჩამოვიარო და გავაკეთოთ რომ იმაზე გადაიღონ ფოტოები ის გააშუქო რომ ნახე თურმე იქ ესეთი ტრადიცია ყოფილა და რა ლამაზი რაღაცა ნახაობაა მოდი აბა შემდეგ წელს ჩავიდეთ ვნახოთ ვიღაცა ტურისტი იტყვის მერე ამას აი ესეა ტურისტი მარტო იმითი არ ოცდება შენ კარგი პურმარილი რო გაუშალე და კარგი ღვინო დაალევინე ტურისტს საინტერესებს შენი საწყისი შენ ვინ იყავი მაშინ ვინ ხარ დღეს გამიგე ეს საინტერესებს ტურისტს თორე ჩანჩქერები ჩვენ ქვეყანაზე მაღალი ჩანჩქერებიც არსებობს ჩვენ ქვეყანაზე ლამაზი ბუნებაც არსებობს სოფლიო მასშტაბით ჩვენს ქვეყანაზე დიდი მინდვრებიც არის და ჭიუხვებიც კიდე და მაღალი მთებიც და ტყის ზონები და დათვიც კარგი ბლომად არის იქ და მგლებიც და ყველანაირი ცხოველი პლუს დამატებული კიდე ის ცხოველები რომელიც აქ აღარ არსებობენ ხო ჩვენ უნდა გავაუცოთ მთელი მსოფლიო და თუ ტურისტული ქვეყანა ვართ იმიტომ რომ გვაქვს იმდენი ტურისტული რა ეგვიპტეზე ნაკლები რა უფლისციხე გაქვს და ვარძია გაქვს და მე მესმის ახლა ეგვიპტე და პირამიდა და ისა ჩვენ წელთაღრიცხვა რიცხვამდე 5000 წლის ამბავია მაგრამ არჩენ გაქვს ნაკლები სანახაობრივად ბევრი რაღაცა ისეთი რომელიც ტურისტს დააინტერესებს მაგრამ გარდა მაგისა კიდე ტურისტი უნდა დააინტერესო იმით რომ აი ჩამოვიდა და რაღაცა ისეთი დღესასწაული დაემთხვა და ისეთი რაღაცა დაემთხვა ტრადიციასთან დაკავშირებული რაღაცა რომ აი იმაშიც მიიღო მონაწილეობა და ბედნიერია იმიტომ რომ ის ლამაზი იყო ფოტოები გადაიღო ბევრი კულტურულად შეივსო რომ იმან არ იცოდა ესეთ რაღაცაზე და შენთან გაიგო პირველად ხო და ესეთი უამრავი გაგვაჩნია ჩვენი ტრადიციები რატო არა ის მეორედ სხვას ეტყვის რომ აუ ბიჭო ამ დროს შავედი იქ და ისეთი მაგარი რაღაცა შევესწარი და დავესწარი და მონაწილე ვიყავი რომ აი მიდით შემდეგ წელს კიდე წავიდეთ ის ჩამოვა შემდეგ წელს ჩამოვა 8 კაცით ერთი რო იყო ჩამოსული ეს ყველაფრისთვის კარგია მარტო ჩვენთვის კი არა მე ხა ძირითადად იმ ხალხის გასაგონად ვამბობ ამას ვისაც ტრადიცია არა ისა მოიცარა რო იტყვიან ხოლმე რა რას ქვია მოიცარა შენი ტრადიცია გაქცევს იმათ რაც ხარ და შენი კულტურა და შენი ღვინო კარგად არის ჩვენი ღვინო ქართულია ძმაო აქ დაიბადა ხო ეგ ხომ მოგწონთ მაგ ღვინის დაბადებას და მაგ ღვინის და საწნახელს და ყველაფერს თავისი ისის ქონდა რა ქვია ადათი და წესი ქონდა და გამოყენების ის ქონდა და ზეიმი სვანაირი ქონდა ყველა იმას რა ქვია რთველსაც, ჩაწურვასაც, გამოშვებასაც, ჩასხმასაც, ყველას თავისი ამას ყველაფერს თავისი ადათი და წესი გააჩნდა და ულამაზესი. ხო? აი ესეთი რაღაცეები გვაქვს წამოსაწევი წინ, რომ შენ გახდე მიმზიდველი არა მარტო მთით და ბარით და ჩანჩქერით და ტბით და ზღვით, რომელიც არც თუ ისე კარგად აოცებს ხოლმე ტურისტს, ვიდრე ის, რაც ამას მოყვება. აი ძალიან ბევრი
ის მინახავს ბლოგერი და თუ რაც ქვიათ რა ეგენი რომ აი ნუ მინახავს ესეთი ჩანჩქერი ულამაზესია კი მაგრამ ხალხია აი იმასა აქვს მნიშვნელობა იმისთვის ის რასაც ვერ შეივსებს ბუნებას შენზე ლამას ნახავს შენზე კარგ ტბას ნახავს შენზე დიდ ტბასაც ნახავს შენზე სუფთა მდინარესაც ნახავს სადაც თევზია ჩვენსავით კი არა გაცლილი რო არის მდინარეები თევზისგან ბრაკონიერებისგან არა თევზიან მდინარესაც ნახავს ყველაფერს ნახავს მაგრამ ვერ შეივსებს და ვერ ნახავს იმ სტუმარ მასპინძლობას რაც შეიძლება აქ ქართველმა გასცეს მის მიმართ და გასცემენ აი ეს ავსებს იმ ტურისტს და არა შენი ხინკალ ხაჭაპური და თაბარ ზღვა ადამიანობა ადამიანური რაღაცეები ავსებს შინაგანად ადამიანს და ეს გვაქვს ჩვენ ძალიან უხვად და შეგვიძლია რომ ძალიან კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ტრადიციები და ლამაზად დამახინჯებულად არა სასაკლაოს რო აწყობთ იმაზე სალოცავებზე გეგონება ის იყოს რა ქვია კეფთახვანისმცემლობა რომ თუ სისხლი არის მიასხი რაღაცაზე ისე არ მინდა უკაც ვიძახის ღმერთმა სანთელია შენი შესაწირიო და ანთე სანთელი მასკენ დაიხურე ხუთ წადი სახში ილოცე და წადი სახში აი სხვარი მიაკალი მოაკალი რომ იყავდათ ხოლმე მონასტრებში და შეწირავდნენ სხვას იმიტომ წირავდნენ რომ იმ მონასტერში ბერები არიან ბერებს არა აქვთ შემოსავალი სხვა არაფერი ხო ვიღაცამ უნდა გამოყვებოს ისინი თავისით გამოიყვებავენ თავიანთ თავს კი ბატონო ძროხას იყოლიებენ მოთოხნიან მობარავენ რაღაცა ესა და თავიანთ პროდუქციას თვითონ შეივსებენ მაგრამ დაეხმარო უნდა ხო შენც მიუყვანო რაღაცა რომ ის 1-5 აქციოს მე იმ 5-ისგან რაღაცა სხვა მოსაკრას ამასკრას და ამაზეა საუბარი ამ შეწირვაზეა საუბარი და რა იმაზე სისხლი გვარა მიაქციე ხა რაღაცა ხატებზე ისე ღმერთი არ მოისმენს შენ ვედრებას რა არ ჭირდება ღმერთს ხორცის მიკლა მოკლა იქ რა ქვია ეკლესიებში კი ბატონო შენ თუ გინდა დაკალი გადი სხვაგან დაკალი და იმასკენ ჩაადგი და მოხარშე და მოიგანე მე აქ შეჭამე თუ მაინდა-მაინც ეგრე გინდა ჭამა მაგრამ ნუ ეგეც ერთ-ერთი ტრადიციის შემადგენელი ნაწილია ცუდის მაგრამ ნუ მაინც არის ხო ტრადიცია რა მაგრამ აი ისეთი ლამაზი ტრადიციები როგორც მე წეგან ვახსენე ხო რომ აი მორთული ეკლესია მარტო ხილით და ყვავილებით არაჩვეულებრივი სანახაობაა არაჩვეულებრივი აი ეს უკვე მართლა ღვთიური რაღაცნაირი ისეთი თბილი და ლამაზი და ღვთიური ტრადიციაა ხო და ამ ტაძრის იმაზე რა ქვია სასწაულმოქმედობაზე ვისაუბრე მე წეგან და იყო ხშირი ძალიან ბევრი შემთხვევა ისეთი რომ ძალიან ცუდად ყავდათ ჩემ სანათესაოზე მაქვს ლაპარაკი ძალიან ცუდად ყავდა შვილი ერთ-ერთ ჩემს უახლოეს ნათესავს არ დავასახელებ შეგნებულად ჩემი ნათესავები კი მიხვდებიან ვიზეც არის საუბარი და დედამ ზურგზე შეცმული მოიბა იმითი რა ქვია ფეხში შველმა სახლიდან ტაძრამდე აიყვანა და მოილოცა და ჩამოვიდა და მეორე დღეს ბავშვს არ ჭირდა არაფერი, საერთოდ არაფერი. ეს რწმენაზეა დამოკიდებული კი ბატონო, მაგრამ აი ესეთი სასწაულებიც არის დაკავშირებული ამ ეკლესიის გზაზე და იმ რწმენაზე, რომელიც ღმერთის მიმართ აქვთ ხალხს, როცა ესე მიდიან და შესთხოვენ ღმერთს რამეს, ამ სიშორზე მოილოცავენ ხოლმე, ხო? ამას თავისებური წმენაა და თავისებური დამოკიდებულება ღვთის მიმართ, თორე სახლიდან რა ვერ მოგისმენს ღმერთი? სახლში რო შეხვიდე ხატებთან და სანთელი დაანთო რა არ გისმენს ღმერთი, მაგრამ აი იქ რო
იქ რო ჩავალა ერთ-ერთმა მეუფემ მოყვა ესეთი ძალიან კარგი ისტორია და დამამახსოვრდა. ერთი ქალი ყოფილა დიდი ხნის განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი. ძალიან ყველაფერი სცადეს, ექიმები, ტექნოლოგიები, ჯანდაბები, ოხრობები, რაღაცეები რაც არსებობს, მოკლედ და ამ მეუფეს სამწყსოში იყო რა, ამის მოძღვარი, ამ ქალბატონის მოძღვარი და მეუფესაც იცნობდა და მოკლედ ჰქონდა ურთიერთობა ძალიან ისეთი ეკლესიურად მაცხოვრებელი ოჯახი იყო და ასე შემდეგ და ეხლა მეუფე ყვება რომ მოხდა ისეო რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოსალოცად მივდივართო რა მრევლიო და ისე მოხდაო რომ ეს ქალბატონიო ვერ მოდისო. ეხლა პირადი პრობლემების გამო თუ რის გამო რა მნიშვნელობა აქვს ამას და მოვიდაო ჩემთანო და მთხოვა ესეთი რაღაცაო რომ აიო წერილსო მოგცემთო მეუფეო და რო ჩახვალთო და ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ რო დადგებითო იქ გახსენითო ეს წერილიო და იქ წაიკითხეთო. ხო და ეხლა გამოვართვი ეს წერილიო მოიცი მაინც ამხელა ცდუნებას უნდა გაუძლო ჯერ რომ რას გატანს კაცო იქნება რას გატანს. ხო მაგრამ აი მართლა არ გავხსენიო და ჩავედითო იქო და მივედითო და რო დავდექი ხატის წინა დავიჩოქეო და გამახსენდაო ის წერილის ამბავიო და დავძახი ვისაც მქონდაო ჩაბარებულიო ეს წერილო და მომიტანე ის წერილი ჩქარაო და გავხსენიო და ფეხზე წამოდექი გავხსენიო და კითხულობო მეუფეო ვიცი რომ ამისრულებს ღვთისმშობელს თხოვე რომ შვილი მომცესო. ეგრევე დავეციო, აი ეგრევე წავიკითხე თუ არა დამთავრება ეგრევე დავეციო მუხლიშო კაზო ერთ 5 წუთი ესე დაცემული ვიყავიო და დამბურძგლა ეხლა. ავდექიო მე ეს სულ მახსოვდაო რა იმდენად ემოციურად ძალიან დიდი რაღაცა მოხდაო რა და წამოვედიო და ზუსტად 6 თვის თუ 7 თვის თავზეო მოვარდაო ეს ხალიო გახარებულიო და ორსულად იყო. აი არ წმენა რამხელა რაღაცა. ამხელა რაღაცა. მოკლედ ამ სევდიან მაგრამ ძალიან პოზიტიური ისტორიით მინდა რომ დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც გამოიწერეთ ჩემი არქი TikTok-ზე, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნაა ჩემი რომ TikTok-ზე იქ თავარში არის ლინკი მითითებული და იმ ლინკს დააწექით გადახვალთ YouTube გვერდზე და YouTube გვერდზეც გამოვყევით თუ არ შეგაწუხებთ და თუ გინდათ რომ გვერდში დამიდგეთ. მე სულ რაღაცა ისეთ საინტერესო რაღაცებს შევეცდები რომ ვისაუბრო საინტერესო რაღაცებზე და თუ მოგეწონებათ. თუ არა დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რა მოგეწონებოდათ, რაზე გაგეხარდებოდათ რომ ვისაუბრო და იმაზეც ვისაუბრებ აუცილებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და ღმერთი გფარავდეთ ყველას. აბა დამიწერეთ კომენტარებში ყველაზე საუკეთესო ტრადიცია რომელიც დღეს ან აღარ არსებობს ან ვეღარ არსებობს ან რაღაცა რა იყო თქვენს სოფელში თუ თქვენს ქალაქში რაც უკვე აღარ არის და რატომ. აბა ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.